კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. მოპარული ან მითვისებული ქონების უკან დააბრუნების მექანიზმი მკაცრდება. ახალ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს ბიუროს ხდომაზე განიხილავენ. მმართველი გუნდის შეფასებით კანონის გამკაცრება გაამარტივებს დაზარალებულთათვის საკუთარი ქონების დაბრუნებას და მოახდენს თაღლითურ და უკანონო გზით ქონების მითვისების შემთხვევების პრევენციას. ახალი კანონპროექტით ცვლილებები შევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმად პროკურორი მიმართავს სასამართლოს და ვიდრე მსჯავრდებული არ აანაზღაურებს ზიანს, მას ქვეყნის დატოვება ეკრძალება, რასაც ელექტრონული სამაჯური უზრუნველყოფს. ადამიანი, რომელიც განიზრახავს თაღლითობას, ადამიანი, როდესაც განიზრახავს, რომ სხვისი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისოს, ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ რეალურად რას აწერს ხელს. და სწორედ ამას ემსახურება ეს ცვლილებები, რომლებიც განხორციელდება კანონში, რომ ყველამ კარგად იცოდეს. თითოეულმა მისმა თანამზრახველმა, ოჯახის წევრი იქნება, დაკავშირებული პირი იქნება, რომ გამოძიება მიადგება სულ ყველას. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე დღეს 2009 წლის 15 ივნისში მშვიდობიანი აქციის დაარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს განიხილავენ. კომისიის წევრები მოусმენენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზურაბ აბაშიძეს, ასევე დაჩი ცაგურიას და მერაბ ჭიქაშვილს. ჩვენ გამოვკითხავთ ადამიანებს, რომლებიც არიან იმის მოწმე თუ როგორ დაარბიეს მშვიდობიანი აქციები, ეს არის მათი ხელწერა, აქციების დარბევა, ცემა, მერეციხეში ჩასმა, წამება და ასე შემდგომ. სამწუხაროდ მასშტაბები არის ძალიან დიდი და არ ილევა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მოდიან კომისიაზე და უბედურებებს ყვებიან და დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო კომისიის შედეგი დასკვნა იქნება ისეთი, რომ კითხვის ნიშანი აღარ დარჩება იმასთან დაკავშირებით, რომ ნაცმოძრაობა რეჟიმი, როგორც რეჟიმი უნდა გაუქმდეს. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევის თანახმად საქართველოს მოსახლეობის 54% ამბობს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული იაკო კაჭკაჭაშვილი, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარეა, აღიარებს, რომ კვლევამ აჟიოტაჟი გამოიწვია. საპარლამენტო უმრავლესობაში სერიოზულად არ აღიქვამენ კვლევას და ამბობენ, რომ ის ხაზარაძის დაკვეთით ჩატარდა. ქართული ოცნებისთვის კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდა, რამდენად დაბნეული და ჩამოუყალიბებელია ოპოზიცია თავის ქმედებებში მიიღონ თუ არა მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. ცნობისთვის სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-დან 20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია +2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების, აგრეთვე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. ეს კვლევა რომ სანდო არ არის, ეს ცალსახაა, ის არის კონკრეტულად ხაზარაძე ჯაფარიძის დაკვეთით ჩატარებული კვლევა. ჩვენ ხედავთ სცენარს, როდესაც გარეძალების მიერ მართული რადიკალები გაყოფილი არიან ორ ჯგუფად, ერთნი, რომლებიც ამბობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო მეორენი, რომლებიც თითქოს და ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვთ, მაგრამ რეალურად ემზადებიან არჩევნებისთვის. ფაქტი არის ერთი, საზოგადოების მოტყუება და შეცდომაში შეყვანა ამ ძალებს ვერ გამოუვათ. ყველაზე საინტერესო არის ორი ეპიზოდი. პირველი რომ ეს არის ხაზარაძის მიერ დაკვეთილი კვლევა და მეორე რომ მათ მიერ დაკვეთილი კვლევითაც კი ქართული ოცნება იღებს დამაჯერებელ გამარჯვებას. ამაზე ღიმილის მომგვრელი მათ ქმედებებში რა შეიძლება რომ იყოს, რთული წარმოსადგენი არის მათ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ მიუღიათ ინსტრუქცია თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ქართული ოცნება აპირებს დამაჯერებელ გამარჯვებას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებშიც. ეს კვლევა მათ შორის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არის ოპოზიციური აქტორების მიერ ჩატარებული, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რა ტიპის მხარდაჭერა აქვს ქართულ ოცნებას. ქუთაისური საუბრები ამ სახელწოდებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. შედგა უნივერსიტეტის პროფესორების მიერ თარგმნილი და გამოცემული ნიაზი ბანოღლუს რომანის პრეზენტაცია. ქართული მკითხველი მშობლიურ ენაზე პირველად გაეცნობა უნიკალურ ლიტერატურულ მემკვიდრეობას.
ესეთი კონფერენციები ზოგადად არის აი მეცნიერული თვალსაზრისის გაცვლა გამოწვლის საუკეთესო საშუალება და ახალი იდეების დაბადება, ახალი მონახაზების ჩამოყალიბება. ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთი და საქართველო, არა მარტო მეზობელი, არამედ პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებია. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლების სფეროშიც. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ ყოფნა. კონფერენცია ბიძგს მიცემს ჩვენს ისტორიკოსებს, არქეოლოგებს, მწერლებს კიდევ გააღრმავონ ეს ურთიერთობები, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან არსებობს. ამ წიგნისადმი ინტერესს არსებითად განაპირობებს ის ფაქტი, რომ ეს არის ფაქტობრივად თურქული ლიტერატურის ისტორიაში პირველი ქართველი მწერალი, რომელმაც ისტორიულ თემაზე დაწერა უაღრესად საინტერესო რომანი. ამ რომანში მოთხრობილი არის გიორგი სააკაძისა და ქეთევან წამებულის ცხოვრებასთან დაკავშირებული ამბები. ნატალია ოსპოვა ბუნების ზალა ბრიტანეთის სამეფო ბალეტის წამყვანმა სოლისტმა გრიბოედოვის თეატრის სცენაზე საპრემიერო პროგრამა წარმოადგინა. სესო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი თბილისის რიტმი აერთიანებდა კლასიკურ და თანამედროვე დადგმებს. ოსპოვასთან ერთად წარმოდგენაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა საბალეტო დასის წამყვანი მოცეკვავეები. თბილისში პირველად ვიმყოფები. ჩემი ოცნება ყოველთვის იყო, რომ ჩამოვსულიყავი ამ ქალაქში, რადგან ამ ქვეყანამ ბალეტს მისცა ისეთი ცნობილი მოცეკვავეები, როგორებიცაა ვახტანგ ჭაბუკიანი, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე. რაც შეეხება წარმოდგენას, ის აერთიანებდა როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ბალეტს. საბოლოოდ წარმოდგენამ შესანიშნავად ჩაიარა. ფესტივალი თბილისი რიტმისთვის ეს დღე 15 ივნისი 2025 წლის იქნება ისტორიული თარიღი. ის რაც ვითარდებოდა გრიბოედოვის თეატრის სცენაზე, ენით აუწერელია. შესაძლებლობა მოგვეცა შეგვეხო ნამდვილ ხელოვანისთვის და გაგვეკო თუ რას ნიშნავს დღეს იყო ნამდვილი ბალეტის ვარსკვლავი. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 10-ზე დაბრუნება. იმედის ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს. მედროებით გამშვიდობებით.